მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად გვყავს ბატონ ვასილი, მას იცნობთ როგორც საუკეთესო ირანის აღმოსავლეთ ცოდნას, შეიძლება ასეც ითქვას და ბატონ ვასილ პაპავა გვესაუბრება ზუსტად იმ შექმნილ სიტუაციაზე, რაც მაგალითად დღეს დაფიქსირდა და ყველას გასაკვირად როგორც ჩანს მშვიდობით დასრულდება. არის თუ არა ეს ასე, ზუსტად ბატონო ვასილი გვეტყვის. ბატონო ვასილ, რა იყო ეს, რა შეთანხმება იყო იმ შეთანხმებებისგან განსხვავებით, როცა ირანის მხარემაც ეს აღიარა, რომ თითქოს რაღაც დილს მიაღწიეს. ეს რეალურია თუ ისევ რაღაცა ქვედადინებებთან გვაქვს საქმე? გამარჯობა, მოგესალმებით, მივესალმებ მოყურებელს. თავისთავად ბოლო რამოდენიმე თვე თებერვლიდან მოყოლებული უпростоრად რო ვთქვათ, მთელი რეგიონი და სოფლიო იყო უარესის მოლოდინში, რომ ორ სახელმწიფოს შორის, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს ამერიკასა და რეგიონალურ დონეზე ისეთი ანგარიშგასაწევ სახელმწიფოს როგორც ირანია, შეიძლება სიტუაცია მისულიყო რეგიონულ კოლაფსთან. მეტყვი რომ ირანის ტერიტორიული ფართობებიდან და მისი მოსახლეობის პოტენციალიდან გამომდინარე, თავისთავად თუ კონფლიქტი გადაძვლილიყო უფრო სხვა ფაზაში, თქვათ სახმელეთო ან სხვა ტიპის შეტაკებებში, თავისთავად ეს უკვე დააზიანებდა არა მარტო რეგიონულ სახელმწიფოებს, რომლებსაც საკუთარ თავზე იწვნიეს ამ პერიოდში ირანული დრონების და რაკეტების ესე იგი იერიშები და ასევე თავისთავად მსოფლიო ეკონომიკა, რომელიც საკმაოდ საგრძნულად არის დაკავშირებული ჰორმუზის სრუტეზე. იმიტომ რომ ნავთობის, ძირითადად ნავთობის ექსპორტი ხორციელდება ზუსტად ამ სპარსეთის ყურის და ჰორმუზის სრუტის გავლით, რომლის ბლოკირება მოახდინა ირანმა აგერ აპრილში იმის საპასუხოდ, რაც ამერიკამ განახორციელა ეს მასირებული შეტევა ირანის სამხედრო და არა მარტო სამხედრო ობიექტებზე. ძირითადი მოტივი თავისთავად ყველასთვის ცნობილია ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება. პირველი მსვლელობა ასეთი იყო ჯერ მშვიდობიანი გზით მოეგვარებინათ ირანის ბირთვული პროგრამა, რომ სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ირანს დაეხურა თავისი ბირთვული პროგრამა. სამხედრო თვალსაზრისით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სამშვიდობო სფეროში იყო იქ გარკვეული ნებართვები თვითონ იმ ქვეყნებთან, რომლებთან ირანი აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ეს ევროპული ქვეყნებია, წამყვანი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იქ უკვე ამერიკაც შეუერთა, რაც შემდეგ უკვე ვენის ხელშეკრულებაში გამოვლინდა 2015 წელს რო გაფორმდა, თუმცა 2018 წელს ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პერიოდებში, 2018 წლის მაისში ტრამპის ადმინისტრაცია გავიდა ხელშეკრულებიდან, ამ ხელშეკრულებამ დაკარგა თავისი ძალა, ანუ ევროპულ ქვეყნებს არ ეხოთ როგორც ჩანს იმის პოლიტიკური და სხვა რესურსები, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ ამერიკის აი ამ გადაწყვეტილებაზე. იმიტომ რომ გასაკვირია ერთი კუთხით, რომ ევროპელების მიერ ინიცირებული ხელშეკრულება ირანის ბირთვული საკითხის მოგვარებისათვის შემდეგ უკვე ამერიკას შეუერთა და იქ ჩინეთის და რუსეთის შეუერთა როგორც თანაგარანტორები ამ ხელშეკრულების აღსრულებისა. ესე იგი ევროპელების ინიცირებული ხელშეკრულება, როგორც ჩანს, ამერიკული ასე უხეში იმით რო ვთქვათ, ხო, ნოტარიული იმის ბეჭედის დარტყმის გარეშე, არანაირი ძალა არ ქონია. და ზუსტად ახლა ჩვენ ხედავთ სხვა საპირისპირო იმას, რომ ევროპული ქვეყნების მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში, რომლის დადებისკენაც მიდიან მხარეები, ჯერ დეკლარირებულად მიდიან, თორემ მივლენ თუ არა ესეც ჯერ საკითხავია, ბევრმა ფაქტორმა შეიძლება ისევ კვლავ დააბრუნოს იმ ძველ დაპირისპირების ნიშნულამდე, რაც არაერთხელ მოხდარა, იმიტომ რომ გაგეხსენოთ შაშანაც, მიდიოდა მოლაპარაკების პროცესში ისრაელმა განახორციელა მასირებული დარტყმა ირანზე, შემდეგ შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატები, აგერ კიდევ იანვარში მიდიოდა მოლაპარაკებები, თებერვალში ძველდებოდა და იგივე განხორციელდა. არ არის გამორიცხული, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი თვითონ რთული რეგიონია თავისი სპეციფიკებით და
რაღაც რიგმა მოვლენამ შეიძლება ერთი კუთხით უნიშნულო აღმოჩნდეს, შეიძლება მაგან იქონიოს დიდი გავლენა ამ პროცესზე, ამ სამშვიდობო პროცესზე, რომელსაც ორივე მხარე ასე აპილირებს, რომ ისინი მიაღწევენ ამ შეთანხმებას. თავისთავად ყველა მხარე ამას თავის ინტერპრეტირებას უკეთებს. ამერიკა სრული გამარჯვებულია, ირანი თავისთავად სრული გამარჯვებულია, თან ამერიკა დამარცხებულია მათ თვალში. ხო, აი ასეთი ვითარება ზოგადად ამ კუთხიდან. ეს ტეტ-ა-ტეტ ურთიერთობა ახლა ევროპელების გარეშე როგორც ჩანს უფრო წონიანი იქნება თუ შედგება. მაგრამ მეორე საკითხია ნდობის ფაქტორის ეს საკითხი. ეს როგორ უნდა მოგვარდეს, იმიტომ რომ ქვეყნის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი და ყველა წამყვანი სამხედრო პოლიტიკური ფიგურა იქნა ლიკვიდირებული, ხო? თან გავიხსენოთ ჯერ კიდევ შახის რეჟიმის დამხობის პერიოდიდან როგორი ის ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. ხო, პროდასავლური შახის რეჟიმი შეიცვალა უკიდურესად ანტიდასავლური, ანტიამერიკული რეჟიმი. თუმცა იმ იდეოლოგიაზე და იმ პოლიტიკაზე დგას დღევანდელი ირანის ხელმძღვანელობას. შეიცვალა ფიგურები, მაგრამ თვითონ პოლიტიკის გატარება ზუსტად იმ წელში მიმდინარეობს, როგორც ეს იყო 90-იანებიდან და შემდეგ მოყოლებით სხვა წლებში. აი ასეთ პირობებში როგორ უნდა მოხდეს აი ამ ნდობის აღდგენა, თან არ დაგვაუწყდეს ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. და საუბარი იმაზე, რომ რაც არ უნდა კინისებური განცხადებები გაკეთდეს ორივე მხრიდან, სანამ არ იქნება დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილი, რაიმე მორიგი კონფლიქტი ამ ორ სახელმწიფოს შორის სულაც არ არის გამორიცხული. პირიქით, ჰაერში იქნება ჩამოკიდებული ეს საკითხი. იმიტომ რომ დღეს თუ შეთანხმდნენ, შეიძლება ზეგვერ შეთანხმდნენ რაღაცას. იმიტომ რომ მიმდინარეობს გეოპოლიტიკური ჭიდილი, დავები, გადანაწილებები, გავლენების გაძლიერება, გაფართოება. ამას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები, ამას აკეთებს ირანი და რაღაცაზე როვე შეთანხმდნენ, შემდეგ უკვე მივიდნენ ისევ იმ კრიტიკულ ნიშნულამდე და კვლავ შეიძლება ვიხილოთ ეს კონფლიქტური სიტუაცია. ამიტომ რომ ის ვითარება, რაც ეხლა არის დღეს, რომელსაც ბევრი მასმედიის იმაში შემხვდამე, რომ აი უკვე მიაღწიეს შეთანხმებას და უკვე всё დაალაგდა ყველაფერი. ეს გადაჭარბებული შეფასება. ჯერ ერთი ის რაც ეხლა უნდა გაფორმდეს ჟენევაში 19 ივლისს არის ჩანიშნული. შეხვედრა, სადაც უნდა გაფორმდეს ურთიერთგაგების მემორანდუმი. ანუ ეს არ არის ყოვლის მომცველი შეთანხმება. იმიტომ რომ აი ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში იძლევა მხარეებს ეძლევათ ორთვიანი ვადა, რათა დარჩენილი ძირითადი საკითხები ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ იქნას გარკვეული. იქ ურანის გამდიდრების თემას, გამდიდრებული ურანის საკითხი, ანუ როგორ მოხდეს მისი ლიკვიდაცია, ამ ქვეყნიდან გატანა, როგორ უნდა მოხდეს უკვე არსებული ამ ირანის ბირთვული ობიექტების მონიტორინგი, იგივე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჩართულობით. ეს საკითხები იქნება შემდეგ ეტაპზე განხილული. პირველად ეხლა რაც პრესაში ჩანს, ძირითადი მაინც საკითხები არ არის გამოტანილი, მაგრამ ძირითადად რაც პრესა აპელირებს, ეს არის თავისთავად დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა ყველა ფრონტზე. აქ მარტო საუბარი არ არის ირანის წინააღმდეგ, ან ირანი არაბული ნავთობმონარქიების წინააღმდეგ, ყატარი, ბაჰრეინი. ჩვენ ვიცით, რომ ირანი ინტენსიურად ამ კონფლიქტის პერიოდში ინტენსიურად ბომბავდა ამ ქვეყნებში არსებულ ამერიკულ სამხედრო ინფრასტრუქტურებს და არა მარტო სამხედრო ინფრასტრუქტურებს, იქ უკვე კრიტიკული სასიცოცხლო სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაიბომბა. აგერ ერთი კვირა თუ ორი კვირის ფარგლებში ქუვეითის აეროპორტი გაანადგურა ირანმა. ხო, არის ასეთი გადაცდომები ამ კონფლიქტის, მარტო სამხედრო ობიექტები არ იყო
ამოღებული სამიზნეში და ეს გასაგებიც უნდა იყოს, იმიტომ რომ ახლა სამხედრო თვალსაზრისით ახლა ირანი ამერიკას დიდ ვერაფერს ვერ დააკეთებს. მაგრამ დიდი პრობლემები შეუძლია შექმნას ამერიკის მოკავშირეებს. რეგიონულ მოკავშირეებს, სადაც ამერიკული ბაზები მდებარეობს. ეს ნავთობმონარხიები. და ამ ქვეყნებს აქვთ დიდი გავლენები, ფინანსური, პოლიტიკური. ქუვეითი, ყატარი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, გაერთიანებული არაბთა საამიროები და ზუსტად აი ამ სახელმწიფოების სანავთობო გაზის და სხვა ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშებით ირანი აიძულებდა ამ ქვეყნებსაც ამოეღოთ ხმა, რომ ამერიკაზე რაიმე გავლენა ექონიათ, რომ შეეწყვიტათ ეს სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ. და ეს მემორანდუმი ურთიერთგაგებით, რომელიც ჟენევაში უნდა მოეწეროს სახელი, აი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტეს ორივე მხრიდან ყველა ფრონტზე. არა მარტო ირანის წინააღმდეგ, არამედ ირანმაც უნდა შეწყვეტოს ერთი აი ამ არაბულ ქვეყნებზე იერიშების მიტანა, რაიმე ექსცესებიც რო არ მოხდეს ჰორმუზის სრუტეში და ასევე თავისთავად ლიბანში, რომ ირანმა თავისი პროქსი ძალები ასე რომ ვთქვათ, დააშოშმინოს, დააწყნაროს, დაამშვიდოს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ფსონი არის ირანისათვის, მოგების თვალსაზრისით, რაც შეუძლია მიიღოს თუ ორივე მხარე, რა თქმა უნდა, მივლენ შეთანხმებამდე. იმიტომ რომ სანქციების მოხსნა ნაწილის მაინც ირანის რეჟიმისათვის იქნება ძალზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ამ სანქციების პერიოდში საკმაოდ დიდი ეკონომიკური ზარალი ნახა ირანმა, ჰიპერინფლაციაზე არაფერს არ საუბრობ, თავისთავად იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება და ასეთ ფონზე, ახლა რეჟიმმა როდემდე უნდა ჩაახშოს ეს საპროტესტო გამოსვლები, სამართლიანი მოთხოვნა, ხო? რომ ვთქვათ, გაუმჯობესდეს ეს და ეს უწევს, მაგრამ არ აქვს ხელისუფლებას ამის რესურსი ამ სანქციების პირობებში. და ის შავ-ბნელი ხრელები, საიდანაც ირანი ავსებდა თავის ბიუჯეტს, ეგრეთ წოდებული შავი ტანკერები, ფარული ტანკერებს უწოდებენ, მაგრამ სხვადასხვა დროშების ქვეშ ცურავი, რომელიც ძირითადად ჩინეთისკენ მიემართებოდა. შეგახსენებთ, რომ აი ამ კონფლიქტამდე ეხლა ზუსტად ციფრი არავინ არ იცის. იმიტომ რომ ბლოკადაა, ხო, ჯერჯერობით და მაინც ახლა იკლო ის რაოდენობა არ იყო როგორც კონფლიქტამდე. აი კონფლიქტამდე ირანის ესე იგი ნავთობის 90%-ს ყიდულობდა ჩინეთი. ესეთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ეს ახლა თავისთავად იქ სხვადასხვა დროშების ქვეშ მცურავი გემებით. შემდეგ სხვადასხვა ლოკაციებზე ამ გემებზე იცვლებოდა დროშები. ჩილოვანი ფლოტი იყო რა, კლასიკური გაგები. კი, ასე ფარული ფლოტის მეშვეობით, ჩილოვანი ფლოტის მეშვეობით ირანი ასე ახანძლივებდა ასე თავის სოცხლის უნარიანობას და თავისთავად ეს არ არის ის მოგება, რაც მას შეუძლია მიიღოს უკვე ოფიციალურად, ლეგიტიმურად მოხსნილი სანქციების პირობებში. ამიტომ მოუწევს ამ პროქსი ძალების დაშოშმინება. ესეც ამერიკის მხრიდან მოთხოვნა და არა მარტო ამერიკის, ისრაელის ინტერესებიც არის ამ მოთხით ჩაქსოვილი. კიდევ ძირითადი საკითხი თავისთავად ეს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ დებლოკირება, როგორც ირანის მხრიდან, ასევე ამერიკის მხრიდან. ამერიკას გაყავს თავისი ფლოტი თავისთავად რეგიონიდან. ირანი ახდენს აი ამ დანაღმული მონაკვეთების განაღმვას და საერთო შეთანხმება უკვე ამის შემდეგ. უკვე გადადის უკვე ძირითად საკითხს. ანუ პირველად ეტაპზე რომ აი დობის აღდგენის კუთხე ვინ რისი გამკეთებელი არის ეს საკითხები რომ შეწყდეს ეს დაბომბვები ორივე მხრიდან, შეწყდეს პროქსი ძალების გამოყენება რეგიონში ამ ეტაპზე მაინც ხა ასეთ ბერკეტებს არავინ არ გაუშვებს ხელით. ბატონო და ის თავისთავად ჰორმუზის სრუტის დებლოკირება და აი შემდეგ უკვე აი ამ ორი თვის ვადაში რაც ამ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ წამოიწევა იქნება თავისთავად ირანი ბირთვulis საკითხი.
აი უკვე სხვანაირად სწავლა. გასაგებია. ფაქტობრივად ეხლა მოეწერება 19-ში ხელშეკრულება უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტაზე და იმ პროცესებზე რაც თქვენ თქვით, მაგრამ აი ორი თვე რო ახსენეთ. კვირას ტრამპის დაბადების დღე იყო და მე მგონი შაბათს გააკეთეს ესეთი უცნაური განცხადება, რომ ჩვენ მაინც ავიღებთ, დავიკავებთ კუნძულ ხარკს. ნუ ეს იგულისხმებოდა სადესანტო მოიერეში ჯგუფების მხრიდან. აქ გამოჩნდა ეს ორი თვე. ასევე ვიცით, თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ ეგ, რომ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ირანთან და ირანის ტერიტორიაზე იწყება მძიმე კლიმატური პირობები განვითარდება, ეს არის ქარი და ქარბუქი. გასაგებია, რომ ამ კრიტიკულ ვითარებაში მე მგონი თვე ნახევარი გრძელდება ტრადიციულად ეს პერიოდი. საბრძოლო მოქმედებების წარმოებაც რთულია, იმიტომ რომ ვერც დრონი ვერ მუშაობს სწორად და ადეკვატურად და ვერც ავიაცია და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ორი თვის დასრულების თავზე თუ ირანი არ დათანხმდა და ეჭვმეპარება რომ დათანხმდეს, რომ ვინმეს გადასცეს საერთოდ ეს თავის ნადავლი ირანული ატომური პროექტი, რომ განახლდეს ეს ომები, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რა გამოდის მაშინ, რომ ამ ყველაფრის შედეგად ტრამპი დაუბრუნდა იმ ვითარებას, რაც იყო ობამას დროს და ობამას აკრიტიკებდა მუდამ, იმიტომ რომ ფაქტობრივად კაპიტულანტური ხელშეკრულება დადო ირანთანო. ეხლა რა გამოვიდა, რომ 6 თვე იომა დაანგრია მთელი ახლო აღმოსავლეთი და არაბეთის ნახევარკუნძული, მოდი ასე ვთქვათ და შედეგი არის ისევ ის, რომ ჯდებიან უნდა მოილაპარაკონ და აი ესე პერმანენტულ პერიოდში ირანი ან გააუქმებს ან არ გააუქმებს და მოკლედ ყველაფერი იწელება. და ეს აშკარად წამგებიანი პოზიცია მით უმეტეს 3 ნოემბრის არჩევნებამდე და თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ხელოვნური ფანჯარა ხო არ არის, როგორც ირანისთვის, ასევე ამერიკისთვის და რამე სხვა არ უნდა ველოდოთ შემოდგომას? ანუ მე როგორც უკვე აღნიშნე, ისეთ პირობებში, როდესაც ორ ქვეყანას შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა, საუბარი იმაზე, რომ მსგავსი ექსცესები ან უფრო უარესი არ განმეორდება, თავისთავად ამის თქმა არ შეიძლება. მით უმეტეს რომელ რეგიონზე საუბრობთ, ჩვენ ახლო აღმოსავლეთი, სადაც რაღაცა შეიძლება ერთი კუთხით არამნიშვნელოვან მოვლენამ შეიძლება რადიკალურად შესწავლოს ძალთა გადანაწილება ან ინტერესთა თანხმობა. აბა რას ემსახურება საერთოდ ეს ყველაფერი? რა არის ეს? რა ფარული თამაშია? არა, მაგას ჩვენ ახლა ვერ გავიგებთ ვინ რას თამაშობს, მაგრამ ცხადია ერთი რამ, რომ ის გეგმა, რომელიც ამერიკამ წამოიწყო, რეჟიმის დემონტაჟი, ერთი აი ამ დემონსტრანტების წახალისებით დახმარება გზაშია და შემდეგ უკვე ეს მთელი რიგი პროცესები, რაც ჩვენ ვნახეთ. ანუ ქონდა ეს ცელობა, მაგრამ უკვე აქ ირანი რომ მივიდა სახელმწიფოებრიობის კოლაფსის ნიშნები რო გამოჩნდა, რა უნდა დაუპირისპიროს ირანს, რა აქვს ისეთი, რომ ამერიკას თქვა დააზიანოს თქოს. პაკისტანი და ჩინეთი. არა, უყურეთ, პაკისტანი ხა პაკისტანს ცალკე გამიხილავთ, რომ პაკისტანი რატომ არის დაინტერესებული, რომ ეს სიტუაცია დარეგულირდეს. მე მქონდა ამაზე არაერთი ეთერში საუბარი და არაერთი სტატიაც დაწერილი. პაკისტანის როლზე და ბევრი სკეპტიკურად უყურებს რატომღაც პაკისტანს. არა და ერთადერთი მუსლიმური სახელმწიფო, რომელსაც ბირთვული ბომბი გააჩნია. და მისი წონა რეგიონში არ არის ჩამოსაწერი და ირანისათვის პაკისტანის ასეთი ხარდაჭერა ძალიან ბევრი მანიშნებელია და არ უნდა დაგვაუწყდეს ერთი რა როლი შეასრულა პაკისტანმა იმ ცივი პერიოდში, როდესაც პაკისტანის არხებით მიდიოდა ამერიკის დახმარება ავღანელ მოჯაჰედებთან. ხო, იყო ეს ჭირდებოდა პაკისტანი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ არასტაბილური ეკონომიკური დარგით, ანუ დამოკიდებულია დონორებზე. და პაკისტანი ინარჩუნებს კარგ ურთიერთობებს ნავთობმონარქიებთან და ახლა ისეთი დიდი სახელმწიფო როგორც ირანია, მისი კოლაფსი ეს ეგზისტენციალური საფრთხეა პაკისტანისთვის, როგორც სახელმწიფოს, იმიტომ რომ ვინც იცის თვითონ რეგიონში განსახლებული ხალხების რაიონები, ვინც სად არის პაკისტანის და ირანზე მაგ შემთხვევაში საუბარი. ის ასეთ კითხვას არ დასვამთ, ანუ რა როლი რა დაინტერესება მაგალითად პაკისტანს ირანის რეჟიმის შენარჩუნებაში. პირდაპირ მისი არსებობის საკითხი.
პაკისტანის. თუ ირანი დაიშალა, ეს ავტომატურად გავრცელდება პაკისტანზე, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პროვინცია პაკისტანის, სისტან ბელუჯისტანის, ეს სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, ესაზღვრება ირანს, სადაც განსახლებული არიან ბელუჯის ტომები. ბელუჯები არიან სუნიტები, ირანული ხალხები, მაგრამ სუნიტები არიან, რომელიც ეწინააღმდეგებიან როგორც პაკისტანის ხელისუფლებას, ასევე ირანის რეჟიმს. განსხვავებული სპეციფიკებია მაინც ახლა რეგიონში. ორივე სახელმწიფოში სხვადასხვანაირი ის აქვს დამოკიდებულება. იმიტომ რომ ახლა ამ აქტიური დამოუკიდებლობის პირობებში ბელუჯი ტომების ბელადები შეიკრიბნენ და მხარდაჭერა აღუქვეს ირანის ხელისუფლებას. არადა მან მთელი რიგი ბრძოლები მიმდინარეობს რაღაც ეპიზოდებით ებრძვიან ირანის ხელისუფლებას. მაგრამ ირანის სახელმწიფოების კოლაფსის ფასად არ უნდათ ესმა. იმიტომ რომ შემდეგ უკვე სხვა პროცესები წავა, რაც მათზე კარგად არ აისახება და ახლა ირანის დეცენტრალიზაცია ავტომატურად დაარტყამს პაკისტანის ეროვნულ უსაფრთხოებას. და თუ პაკისტანის ირანი დაიშალა, პაკისტანის ბელუჯისტანს ვინ შეაკავებს. თან პრეცედენტი იყო ჯერ 70-იანების დასაწყისში დიდი აჯანყება დაიწყო პაკისტანის ბელუჯისტანში, რომლის ჩახშობა ძალიან გაუჭირდა მაშინდელ ხელისუფლებას. და მიეხმარა ირანის შაჰი. დიდძალი სამხედრო ტექნიკა და ფულადი დახმარება გაუწია მაშინ. იმიტომ რომ ირანსაც ესმოდა რომ პაკისტანის დაშლა ეს უკვე ბელუჯისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადება, რაც ავტომატურად გავრცელდება ირანზე და ახლა ჩვენ ვიცით როგორი ურთიერთობა აქვს პაკისტანს ინდოეთთან. და ზუსტად ეს ბირთვული ბომბი აკავებს ქმნის პარიტეტს ამ ორ სახელმწიფოს შორის, თორე ინდოეთი შთანთქავდა. და ასეთ პირობებში ირანი რო დაიშალოს სისტან და ბელუჯისტანის ავტონომია წარმოიქმნას, ეს ხო წაახალისებს პაკისტანის ბელუჯისტანს და ინდოეთს ხომ იცემს ბერკეტს პაკისტანს უკვე მეორე ფრონტიდანაც შეუტიოს. ერთი არის ქაშმირი, ვინც არ იცის შეუძლია დაგუგლოს და ნახოს როგორი კონფლიქტია ეს ქაშმირის საკითხი. ასე ეს მოკლედ რო ვთქვათ, რო შევეხოთ პაკისტანის როლზე, რომელიც თავარ მედიატორ როლს ასრულებს ახლა. მანამდე ჩვენ ვიცით იქ ყატარის შრომავლობაც იყო, ომანის შრომავლობა, მაგრამ ახლა პაკისტანი უფრო წონიანი სახელმწიფოა მათთან შედარებით. და მე როგორც უკვე აღნიშნე, ისლამაბადის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ამ საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება. იმიტომ მორიგი კონფლიქტი უქმნის საფრთხეებს ასევე თავისთავად პაკისტანსაც. როგორც არა მარტო იქ უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც. კლებულობს ვაჭრობა, იქნება კონფლიქტური სიტუაციები არაბულ ქვეყნებთან, რომელსაც პაკისტანი ვაჭრობს და ღებულობს ფინანსურ დახმარებას. თავისთავად არ არის პაკისტანი დაინტერესებული ამ კონფლიქტის გაღვივებაში. ეს პაკისტანის როლს რაც შეეხება. ახლა ამ ურანის თემაზე. მე ეჭვება რომ ირანელები დათანხმდნენ ეს ურანი გადასცენ ამერიკას არ გადასცენ. ეს არის გამორიცხული. შესაძლოა რუსებსაც არ მისცენ. არა, მგონია საერთოდ რომ გადასცენ ვინმეს. იმიტომ რომ ეს არის მერე ბერკეტი მათი. იმიტომ რომ ამას რო ითხოვს მეორე მხარე, ეს ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია მეორე მხარის ირანისთვისაც და მისი პროგრამისათვის, იმიტომ რომ გადასცეს მერე რა ბერკეტი აქვს. ეხლა ხო უკრაინის მაგალითიც ხო წინ აქვთ, ხო? უკრაინამ თავის ნებით რო დათმოდა, ეხლა ფიქრობენ რომ განსაკუთრებით უკრაინას ბირთვული ბომბი რო ქონოდა, რამოდენიმე წალი მაინც. ხო, არა. მოხდებოდა ეს კონფლიქტი? მე ეჭვება რომ ბირთვულ სახელმწიფოში შეჭრილიყო. ზუსტად. ხო, და ახლა ირანის ხედავს, ახლა ირანს არ აქვს ბირთვული, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ნუ ყოველ შემთხვევაში ახლოს არის ამის შექმნამდე რა. ხო, ირანის ახლა ბევრი საუბრობს, ირანი ჯერ კიდევ გავიხსენოთ, რამდენი განცხადებები იყო, ყოველ წელს საუბრობდნენ რამოდენიმე თვეში ირანის შექმნის ბირთვულ ბომბს. არ არის ირანისათვის თვითმიზანი ბირთვული ბომბის შექმნა. ირანელები წარმოუდგენიათ რაღაცა ყიზილბაშის დონის იმპერიოდის ირანი. ის აზროვნება და ის სოფხედულობა. სხვანაირი ის არის. ხელისუფლება სხვანაირი აზროვნება აქვს, მაგათ ამ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ბირთვულის ბომბის შექმნა რომ დომებოდათ, ისინი შექმნიდნენ ამას, მაგრამ
მერე რა იქნებოდა? აი შექმნეს და რა? ეკონომიკური თვალსაზრისით რა წინ წაიწეოდნენ, სხვა სფეროების მოდერნიზებას მოახდენენ. არა, პირიქით ამით მოახდენენ ჯერ ერთი იმ ხელშეკრულების გაბათილებას, რომელსაც ირანმა მოაწერა ხელი. მე საუბრობ ბირთვული იმის არ გავრცელების, ხო, ბირთვული ბომბის არ გავრცელების ხელშეკრულება, რომელზეც ირანმაც მოაწერა ხელი. და ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. მე თურქეთს ვინ შეაკავებს? ამ თვალსაზრისით. ვის რა ბერკეტი აქვს შემდეგ თურქეთს ეს აუგრძელო. ან ეგვიპტეს, ან საუდის არაბეთს. რო დააბალანსო. პაკისტანმა ხო შექმნა ინდოეთის დასაბალანსება. აი საუდის არაბეთი, ხო, ერთ-ერთი უძლიერესი ფინანსური თვალსაზრისით და მუსლიმების რელიგიური ცენტრი, მექა და მედინა საუდის არაბეთში მდებარეობს და ისინი მიიჩნევენ ამ მუსლიმური სუნიტური სამყაროს მედროშე სახელმწიფოდ. და გადაარწმუნ ახლა რომ მათ არ უნდა კონდეთ ბირთვული ბომბი ისეთ პირობებში, როდესაც ირანს ექნება. ანუ უნდა ახლა ეს ირანს, ანუ ირანი რას მიიღებს ამ კუთხით? პრობლემებს მიიღებს, ანუ რა ურთიერთობები აქვს ახლა არაბულ ქვეყნებთან და ზოგადად ამ სუნიტურ სამყაროსთან ირანელებს ახლა კითხვი ეცოდინება მოიძიებს და გადაამოწმებს სუნიტებს და შიიტებს შორის და ზოგადად სპარსულ ცივილიზაციას და არაბულ ცივილიზაციას შორის როგორი ურთიერთობები ჰქონდათ. ახსოვთ ირანელებს დღემდე ბატონო ვასილ, გარდა აი ამ მოტივისა, რაც თქვენ ახლა არგუმენტირებულად ჩამოაყალიბეთ, ხშირად ამბობენ, რომ პირველმა აიათოლამ გამოსცა ფეთვა და ეს მართლა შემაკავებელია, რახან იმან გამოსცა, რომ ამას დაეყნონ და არ შექმნან ბირთვული იარაღი, თუ უბრალოდ რაღაც ხატოვანი ნათქვამია? არა, ეს უყურეთ, ახლა ეს ფეთვა, მე როგორც ვაკვირდები ახლა, მე ირანის ბირთვulis თემაზე მქონდა სტატიაც დაწერილი. შახის პერიოდიდან ეს შესწავლილი და მან თვითონ ირანელების მიდგომა ამ საკითხისად ცვალებადი იყო. ჯერ 80-იან წლებში ხო საერთოდ დახურეს ეს საკითხი. იმიტომ რომ იქ დასავლეთი ეხმარებოდა შახს ამ სფეროში 80-იან წლებში ირახთან ომი ჰქონდა და მისთვის არც ეცალა და საერთოდ მიაგდეს ეს სფერო, მაგრამ უკვე 90-იანების დასაწყისში ამ ძიმე ეკონომიკური პირობების ფონზე შვიდობიანი ატომის უწოდებენ, ხო, შვიდობიანი სფეროში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში, რო ნავთობა ეს რო გამოიყენონ ეს ატომური პროგრამა, ამ კუთხით იყო წამოწეული ეს საკითხი ხელახლა. ბირთვulis კომპონენტი შემდეგ დაემატა უკვე. როგორც სავაჭრო, იმიტომ რომ ვენის ხელშეკრულებამდე არც მივიდოდნენ. იმიტომ რომ ყველაზე ნათელი მაგალითი რაც ხელმისაწვდომია დასავლური პრესა ხო ბოლო-ბოლო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშებს რო გადავხედოთ. მათ 24 საათიანი წვდომა ჰქონდათ ირანის ბირთვულ ობიექტებზე. და იქ არანაირი დარღვევები ბირთვული ბომბის შექმნისკენ ირანს არ ქონია. ახლა თუ საერთაშორისო სააგენტო ტყუის მაშინ ვინ იძახეს სიმართლეს ამ თვალსაზრისით, ხო? არ ამგონია რომ მათ თავიანთ ანგარიშებში სხვა რამ აღენიშნოთ არა ის რაც ნახეს. და ისინი ფლობდნენ ასე რომ ვთქვათ სრულ პაკეტს აი ამ ბირთვულ ობიექტებზე. ყველგან ხოდათ სვომა 24 საათიან რეჟიმში. და რომ არ დომებოდა ახლა ირანს ვთქვათ აქამდე მისულიყო საქმე, ანუ ბირთვული საკითხის დათმობა. არც დაიწყებდა საერთოდ მოლაპარაკებას. იმიტომ რომ მიდიოდა ამაზე და რომ არ გასულიყო ამერიკის შეერთებული შტატები, აი რომ არ გასულიყო 2018 წელს. რატო გავიდა? და არ ღვევდა, რომ დასკვნაში წერია რომ არ ღვევდა. ტრამპმა განაცხადა მაშინ არ ღვევდა, მაგრამ თვითონ ევროპელები გაკულებული იყო. სად არ ღვევდა? ანუ ვინ დაასკვნა, ვინას ტრამპი ასკვნის ამას თუ მაშინდელი სახელმწიფო მდივანი, ვის ჰქონდა წვდომა ირანის ბირთვულ ობიექტებზე? ამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს. და ისინი წერენ ირანი ასრულებს თავის
ვალდებულებებს ვიზ დაყრდნობით იყო მაშინ ეს გადაწყვეტილება მიღებული. ხო ხვდებით რომ სულთა პოლიტიკური ლობიზმის ის იყო, ხო, გადაწყვეტილება. მიხვდებით ახლა რომელ სახელმწიფოზე იქნება საუბარი ვისმა პოლიტიკურმა გავლენამ აქ იქონია თავისი ის გადამწყვეტი როლი. რო გავიდა ამერიკამ ხელშეკრულებით. ამიტომ ირანს აქვს სავაჭრო. ეხლაც ვაჭრობს. იმიტომ რომ უყურეთ. შარშან რა მოხდა? ხო მიდიოდა მოლაპარაკებები. შეიძლება ვივარაუდოთ რომ ერთი მხარე მოწინააღმდეგე პირობითად ახლა ირანზეა საუბარი, ხო? წელავს პროცესს მოლაპარაკებებს რომ შექმნას ის ბომბი, რომლის დათმობას ან დემონტაჟს ისპირდება აი მოლაპარაკებების ფარგლებში. შეგიძლია ასეთი რაღაც ვივარაუდო. მაგრამ ირანის მხარეს უყურეთ. მიდიოდა მოლაპარაკებები დაბომბე. მეორეჯერ მიდიოდა მოლაპარაკებები დაბომბე. ეხლა რატომ მიდის? რა აკავებს ირანს? უფრო მეტი მორალური უფლება არ აქვს, რომ უკვე შექმნას და უკვე ვერავინ ვერ დაარღვევს. მაგრამ არ მიდის ამას. სავაჭრო ჭირდება, მაგრამ მყარი გარანტიები ჭირდება, რომ ეს ადმინისტრაცია რო წამოვა დათმობებს, შემდეგმა არ გადასინჯოს ეს რაღაცა იქ თავისი ამ საკანონმდებლო იმნებით, ხო, მაქინაციებით, ხო, აი ტრამპმა დაარღვია, ტრამპი იძახდა, ობამა არღვევდაო, მანამდე იძახდა ის ბაიდენი არღვევდაო, მერე იქამდე კიდევ კლინტონი არღვევდაო და ერთმანეთის გადაბრალება ახლა ირანი ახლა ასევე რაწყობს თავის იმას, ხო, პოლიტიკას ბირთვულ სფეროში. დობის საკითხი არ არსებობს. ან როგორ უნდა ენდო ახლა, როგორია გაგითხრეს მთელი სამხედრო პოლიტიკური და სასულიერო ლიდერები. და ამ საკითხში, კარგი ბიჭის სიტყვას ენდობი? და იმას რო დათმობ, მეორე დღეს რო დაგბომბოს, მე ვიმოგცემს რა სიტყვას მოგცემს. მე რით შეაკავებ. იმიტომ უბრალოდ კომპლექსურია ეს, მარტო ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ხო არ არის? რა თქმა უნდა. აი ურანის გამდიდრება, ეს ერთვის მაგას. მთელი რიგი კომპლექსური ეს უსაფრთხოების მექანიზმები, ირანისათვის უსაფრთხოების მექანიზმებია ეს. სხვა მეტი რა გააჩნია? მისი ესე იგი ჰაერ საწინააღმდეგო სისტემა არის 0. ბატონობდნენ ისრაელის და ამერიკის ავიაცია. რასაც ბატონობდნენ. კი ბატონო. სრული 100%. პლუს დაამატეთ უნიკალური სადაზვერვო მონაცემები. ირანი რამხელა სახელმწიფო ახლა 1,700,000 კვადრატული კილომეტრი. ეს გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი ერთად აღებული და შეიძლება კიდევ ბრიტანეთის რომ მიამატო. და ასეთ ტერიტორიაზე რასად მდებარეობს, სად არის, ვინსა და იმყოფება, ამ ინფორმაციის მოძიება სახომარო თემა არ არის. და თან უნდა მოხდეს ეს უსწრაფესად მოკლე ვადებში მათი თქვათ განეიტრალება და ამ ობიექტების განადგურება. არ მოხდეს მისი დემონტაჟი და სხვა ადგილას გადატანა. ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ამერიკამ და ისრაელმა თავისი სამხედრო და სადაზვერვო შესაძლებლობების უპირატესობა, სრული უპირატესობა, უბრალოდ ტოტალური უპირატესობა აჩვენეს. მეტი არაფერი არ აქვს ირანს. გარდა იმისა, რომ გარკვეული მონაკვეთში დროში გაწელოს პროცესი, რომ პრობლემები შეუქმნას. თან უყურეთ, ჰორმუზის სრუტის ბლოკადა. ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ირანს არ მოუხდენია 80-იან წლებშიც. პირველად ეხლა გააკეთა. ბლოკადა, სრული ბლოკადა, რაც ეხლა გააკეთა. ირან ერაყის ომს გულისხმობთ, ხო? მაშინ არ ხო, მაშინ 8 წელი ომებოდა ერაყს. ერაყს ეხმარებოდნენ მთელი არაბული სახელმწიფოები, სუნიტური სახელმწიფოები. ერაყს ეხმარებოდა საბჭოთა კავშირიც. ამერიკას თავისთავად. შემდეგ უკვე როცა სადამის ჯარების გამარჯვების ნიშნები გამოჩნდა, ამერიკამ და ისრაელმა დაიწყეს ირანის დახმარება. უფრო მეორადი დანიშნულების სამხედრო კომპონენტები იყო, მაგრამ ირანისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო თავისთავად. ხო და ასეთ პირობებში ირანმა რა უნდა დაუპირისპიროს. ამოქმედოს ეს მთელი რიგი მიმართულება, რაც პრობლემებს შეუქმნის რეგიონულ მოკავშირეებს. იმიტომ რომ ის სამხედრო ბაზები იმ არაბულ ქვეყნებში თავისთავად ათეულობით წლების განმავლობაში ითვლებოდნენ
სტაბილურობის ხოლგა იყო ასე რომ, მაგრამ უკვე ირანის სახელმწიფოების ყოფნა არ ყოფნის საკითხი რო დადგა, იქ უკვე ეს ხოლგა ვერ იცავს. შეიძლება ჩამოაგდო 100 დრონი, მაგრამ 5 მოხვდეს. და იმ 5 დრონს შეუძლია შენი ნავთობგაზის ინდუსტრიის სრული პარალიზება. ვინ ჩავა ეხლა და ვინ ჩადებს მილიარდებს დუბაიში? კრიტიკული ის რომ გაგრძელებული. დღეში დანაკარგი, როგორც დასავლური პრესა წერდა, დღეში 700 მილიონი დოლარი იყო. გაერთო 203 დღეში. ეს რამდენი ხანი თუ გაგრძელდა? ამას დაამატეთ პოსტკონფლიქტური აღდგენითი სიტუაცია. ეს რისკები, ეს თუ მოხდა ერთხელ, მეორეჯერ გარანტიები, ვინ ამერიკული ბაზები, ერიქით სამიზნე გახდა. და არაბულ ქვეყნებში უკვე ისმის ხმა, რომ ირანთან შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები, რაც უფრო მყარი გარანტიები იქნება, ვიდრე ის ბაზები, რომლებზეც ისინი ასე აპელირებდნენ, რომ დაიცავდა ირანის სიმინა, ხო? არა, თავისთავად დაიცვა, რაღაც ძირითადად ისინი 95% და უფრო მეტიც ჩამოაგდეს ირანიდან გაშვებული რაკეტებით, მაგრამ რაც მოხდა ისიც საკმარისი იყო. ბევრი არც უნდა მაგას ახლა ქუვეითის აეროპორტზე დააკვირდით. რა პატარა ქვეყნებია რა და ხო, პატარა ქვეყნები ესენი, ხო? ხა საუდის არაბეთი უფრო დიდია მათთან შედარებით და ის გაუძლებს, მაგრამ სხვა ქვეყნები თან საუდის არაბეთის მარტო სპარსეთის ყურიდან ჰორმოზის სრუტით კი არ გააქვს ნავთობი, ის ხო იქით თელს ზღვაში. აბერმანდები და მე იქითაც აქვს. იქითაც აქვს წვდომა და მაგრამ სხვა რა თქვა, ქუვეითმა რა თქვა, ბაჰრეინი, ყატარი, გაერთო საამიროები. ამიტომ ირანი ზუსტად აი ამ ბერკეტების გააქტიურებით, როგორც ჰორმოზის სრუტია და პარალელურად აი ამ ურანის გამდიდრების საკითხის საკუთარ ხელში დატოვება. აი ეს არის მისთვის ბერკეტი და ამით ის ინარჩუნებს აკავებს მეორე მხარის მცდელობას უფრო ფართომასშტაბიანად შეუძლიოს ირანს. ამიტომ მე მეეჩვება რომ ირანმა ეს საკითხი დათმოს. უფრო სწორად მე ვფიქრობ ირანის ხედვიდან ახლა როგორ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ამერიკისთვისაც ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ურანის გამდიდრების, იმიტომ რომ 2015 წლის ვენის ხელშეკრულებით გათვალისწინებით ირანს ჰქონდა უფლება 4%-მდე 3 და რაღაცა იყო იქ საერთოდ არ მახსოვს, ესე იგი ურანის გამდიდრების ნებართვა 4%-მდე. და 300 კილოგრამამდე ურანი რომ ქონოდა. ეხლა 400-ზე მეტია. მე ვფიქრობ რომ აი აქ უკვე ირანი შეიძლება დათმობებს წავევიდეს იმ კუთხით რომ მონიტორინგის ქვეშ მოხდეს ეს საკითხი. და არა თქვათ ამის ლიკვიდაცია, სადმე გატანა უფრო სანდო ქვეყანაში ან ჩინეთი ან რუსეთი. ირანის სანდო. მონიტორინგის თვალსაზრისით ირანს შეუძლია ამაზე წამოვიდეს დათმობა. ბატონ ვასილ, აქ ლაპარაკი იყო, გავრცელდა რომ 300 მილიარდამდე რეპარაციაზე არის საუბარი. ეს არ არის დადასტურებული. ხო და როგორ ფიქრობთ, ეს იმის საფასურია, რომ საბოლოო ჯამში დააკონსერვოს ატომური პროგრამა? 300 მილიარდი ძალიან დიდი თანხაა, მე მგონი ამდენი არც აქვთ ირანზე ყადაღა დადებული. თუ ესეც მოტანილი ჰაერიდან მოტანილი ციფრებია. არა, მე ესეთი ციფრი არ შემხვედრია. ისე შახის პერიოდში ის ინვესტიციები რაც შახს ჰქონდა დაბანდებული სხვადასხვა ქვეყნებში, თავისთავად ის გაყინეს. იქ საუბარი იყო 100 მილიარდ 100 მილიარდ დოლარამდე იყო ზუსტად არ ვიცი, იმიტომ რომ ძნელი ამის გადამოწმება, იმიტომ რომ ოფიციალურად ხო, იმიტომ რომ იქ სხვადასხვა შავ სფეროებშიც იყო ის ფული დაბანდული და ვინ რომელს გულისხმობს ახლა აი იმიტომ არ უნდა ბევრს ამის გამოჩენაც რა. კი ბატონო. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ახლა შეიძლება დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ეკამათებოდნენ და უკანა მხარეს სარფიანად ვაჭრობდნენ. ეს არხები, ვაჭრობის და ეს დაბანდებული ეს კაპიტალი, ეს სფეროები მაინც ჯობიათ ასე მოპროებულად იყოს. მოსახლეობამ რო არ იცოდეს და იგივე მომენტია ეს 300 მილიარდის არ ამგონი ირანის იქ არაფერი ისეთი აქტივები არ ქონდა. ამ სხვა რაღაცას გულისხმობს. შეიძლება ირანი გულისხმობს რაც ზარალი მიიღო ამერიკის მხრიდან დაწესებული სანქციები.
ეს წავსებით შესაძლებელია. მე ვფიქრობ 300 მილიარდი კი არა 3 ტრილიონზე მეტიც კი იქნება, რაც ირანმა ზარალი მიიღო შახის დამხობის შემდეგ, დაწესებული სანქციებიდან, ხო? ეს შეიძლება, მაგრამ ამაზე ახლა ამერიკა არ მოაწერს ხელს, არანაირი რეპარაციების გადამხდელი ამერიკა არ არის, მაგრამ სანქციების მოხსნა თუნდაც ნავთობის სფეროში, რომელსაც ირანი ასე აპელირებს, ძირითადად ნავთობის სფეროში. აი ამ მიმართულებით ამას შეუძლია საკმაოდ ეფექტურად იმოქმედეს ირანის ეკონომიკაზე, გამოაცოცხლოს. სული ჩახბეროს მის მომაკვდავ ან ხელოვნურ სუნთქვაზე მიერთებულ ეკონომიკას. იმიტომ რაც არ უნდა გაუძლო მაინც ახლა მოსახლეობა აიზარდა შახის დროს იყო ამ რევოლუციის დროს 32 მილიონი, ახლა არის 100 მილიონამდე ამისული. პლუს დაამატეთ ეკოლოგიური პრობლემები ეს ხო წყლის უკმარისობა, წყალი კიდე ცალკე პრობლემაა ხო იქ. ხო ნუ და თავისთავად ეს ურთულებს რეჟიმს პრობლემებს უქმნის და ხო ყოველთვის შენახავთ ამ პროევით ვერ ჩაახშო მოსახლეობის აჯანყებას ხო ნუ რაღაც ზღვარიც აქვს ყველა რეჟიმს უბრალოდ ამ მომენტში ამ ვითარებაში რაც ჩვენ ვიხილეთ ნუ ირანელები არ წავიდნენ იმაზე რომ თქვა ხო ამერიკული ტანკები შესულიყვნენ თეირანში და დაესვათ პროდასალური რეჟიმი ამიტომ რომ რა თქმა უნდა შახი მოიცილეს ახლა მაგათ ხო ბატონ ვასილ, თქვენ როგორ ფიქრობთ ირანის თემა რო ამოვწუროთ გეოგრაფიულადაც და რეგიონალურადაც? თუ არ ვწდები ერთი თვის წინ, ჩვენ მე მგონი კომუნიკაციაც კი ქონდა მაშინ. გავცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს პეზიშკიანმა გადადგომაზე გააკეთა განცხადება. მე არაქჩიზეც იყო ლაპარაკი და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ისლამური საგუშაგოს დაჯგუფება მოვიდა რეალურად ხელისუფლებაში და ესენი მარტო რაღაც ფიგურალურ როლს ასრულებენ. ასე შეიძლება ჩავთვალოთ? ისეთი ფიგურები, როგორც არის პეზიშკიანი, აბას არახჩი, მანამდე ზარიფი იყო, მანამდე კიდევ ეს ხათამი იყო, მანამ ხათამის შემდეგ რუხანი იყო. ეს არის უფრო ასე მე ვიტყოდი ცერემონიალური ფიგურები. გარკვეული გავლენები აქვთ, მაგრამ ირანის სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენა, გადამწყვეტი სიტყვა მაგათ არ ეთქმის საერთოდ. ეს ინსტიტუტები არის უბრალოდ დანამატი იმ რელიგიურ ინსტიტუციაზე, რომელიც შექმნეს სასულიერო პირებმა შახის დამხობის შემდეგ. ბევრმა ეს ვერ გაიგო, იმიტომ რომ ეს ირანის პოლიტიკური სისტემის არ გაგება ზუსტად ქმნის იმ გაურკვევლობას, როცა ხალხს უკვირს, რატო არ ემხობა ეს რეჟიმი. ბევრი დამხობილა, ხო? გავიხსენოთ დეკემბრის ბოლოს რა მასშტაბური აქციები დაიწყო იანვრის დასაწყისში. ასობით ათასი ახალგაზრდა და არა მარტო გამოვიდა ირანის სხვა ათობით ქალაქებში. და ნახეთ, ხო ეს დემონსტრაციების დაშლის და ჩახშობის სცენების ნახეთ, ხო? ეს კადრები რაც გავცელთ. ეს გამოვიდნენ იმ პირობებში, როცა ის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები ცოცხალი იყვნენ, რომლის ლიკვიდაცია თებერვალში და თებერვლის შემდეგ დღეებში მოახდინა ამერიკა. მე რატო არ გამოვიდა? თუ ის ხალხი, ვინც ამ რეპრესიულ კამპანიებს აწარმოებდა და ამ რეპრესიული სისტემის მოთავე იყო, როგორც ამას ასე საუბრობდნენ, ამათი ლიკვიდაციით, წესით გაათმაგებულად შემართებით უნდა გამოსულიყო. კაცი შვილი არავის არ უნახავს საპროტესტო აქციებს.